მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის გავაჟღერებ კვირის არკანის ენერგიას. მოდით ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე, რომელი არკანის ენერგიას იცხოვრებთ, რომელი არკანის ენერგიას გაივლით და აქვე ჩემო ძვირფასებო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ვინც გამოგზავნეთ უკვე დახურულ ჯგუფში, ჩემთან გაწევრიანების სურვილი მოდერატორებთან და ადმინისტრატორებთან გასაუბრების გარეშე. კარგად იცით, რომ ჯგუფში შემოსვლა ვერ მოხდება, გასაუბრება კი ხდება პირადი შეტყობინებების სივრცეში, სადაც გამოგეგზავნებათ ჩემი კოდური ვიდეო, რომელსაც გაეცნობით პირობებს, გაეცნობით ჯგუფში გაწევრიანების წესებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადმინება და მოდერატორება მოახერხონ თქვენთან კომუნიკაცია, უნდა თქვენს ყურადღებით იყოთ პირადი შეტყობინებების ველში, იმიტომ რომ ხანდახან პირადი შეტყობინებები სპამ და არქივ მესიჯებში გადადის და მიაქციეთ ყურადღება ამ ნაწილს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას შესაბამე ორი ვარიანტი გვექნება და მოდით ვნახოთ, რომელი არკანის ენერგიას გაივლით ამ ერთი კვირის მანძილზე და ერთი წუთით ასე ჯობია, მე მგონი უფრო გამოვანათოთ, რას კი ამბობენ კვირის ენერგიის არკანები. მას შესაბამე ვარიანტი პირველი კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე კვირის არკანის ენერგია. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს და რა თქმა უნდა მე გამოვიყენებ ნატურალურ ქვებს იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოახერხოთ თქვენი ვარიანტის არჩევა. პირველი ვარიანტი გვექნება მთის ბროლი, მეორე ვარიანტი გვექნება ამეთვისტო. თქვენს წინაშე არის ორი ვარიანტი, ვფიქრობ, ქვებიც ისე შევარჩიე, რომ მარტივად მოახერხებთ თქვენი ვარიანტის არჩევას კიდევ უფრო. ვინც ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი, იმისთვის, რომ უფრო მეტად შეხვიდეთ ენერგეტიკულად კავშირში თქვენს ვარიანტთან. იგრძნოთ თქვენი ვარიანტი, მე კი ვიწყებ მთის ბროლის გაშლით და ვნახოთ პირველი ვარიანტი, რას კი ამბობენ კვირის არკანის ენერგიები. მას შესაბამე ვარიანტი პირველი, მთის ბროლი, ვნახოთ წამყვანი კვირის არკანის ენერგია და ეს არის არკანი ზომიერება, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ არკანის ზომიერება აჩვენებს ერთგვარი რთული პერიოდიდან გამოსვლის მდგომარეობას, ხო, როდესაც ადამიანები, გარემოებების სიტუაციები თითქოს ბალანსდება, მშვიდდება და თქვენ გეძლევათ იმის საშუალება, რომ მოახდინოთ პირველ რიგში წონასწორობის შენარჩუნება, როდესაც მე-13 არკანის ენერგიები არის წინამორბედი ენერგიები, რაც ტრანსფორმაციულ ენერგიებს უკავშირდება, რთულ ენერგიებს უკავშირდება საკმაოდ, შესაძლოა გქონდათ ახლო წარსულში საკმაოდ ესეთი რთული და არასტაბილური პერიოდი და ახლა ზუსტად ამ ბალანსის შენარჩუნების ნაწილში გეუბნებათ არკანის ზომიერება, რომ პირველ რიგში უნდა გადააფასოთ წინამორბედი, ეს ნეგატიური და ვთქვათ რთული პერიოდები, რა მოხდა, რატომ მოხდა, რამ გამოიწვია ეს რყევები თქვენში, რამ გამოიწვია ეს რთული, ვთქვათ, ენერგიების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, თუ რა თქმა უნდა, რაღაც ბუნებრივ მდგომარეობას არ ვეხებით და არ ვეხებით კონკრეტულად, ვთქვათ, თქვენს რეალობაში კონკრეტული ადამიანის წასვლას თქვენი ცხოვრებიდან, იშვიათ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით წასვლას, ანუ გარდაცვალებას მე-13 არკანიდან გამომდინარე, ესეთი რამ აბსოლუტურად შესაძლებელია და ზუსტად ამ მტკინმეული ენერგიებიდან ახლა გამოდიხართ, ცდილობთ ბალანსის შენარჩუნებას და უმეტეს ნაწილში მსმენელების უფრო დიდ რაოდენობას, უფრო შინაგანი ტრანსფორმაციული პერიოდები გაქვთ გავლილი, როდესაც რაღაც გარკვეული ცუდი და უარყოფითი მიდის თქვენი რეალობიდან, მძიმე პერიოდი მიდის და ახლა გეუბნებიან, რომ ორშაბათიდან კვირის არკანის ენერგია გესაუბრებათ იმაზე, რომ მოვიდა დრო, რომ პირველ რიგში მოახდინოთ სწორი ღირებულებების, ფასეულობების გადაფასება, აწონ-დაწონოთ თქვენს რეალობაში არსებული, ასე ვთქვათ, მოვლენათა
თანმიმდევრობა, რატომ რა გადაება, რა მოხდა, დააფასოთ უფრო მეტად თქვენი დრო, იმიტომ რომ ზომიერების არკანი ეს არის დროის ადეკვატურად განსაზღვრების არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბალანსის შენარჩუნებასთან ერთად უფრო სხვანაირად უნდა დააფასოთ ის მოცემული დრო, რომელიც ჩვენ ადამიანებს გონია რომ ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის, ხო? და აი ამ ბალანსის შენარჩუნების ერთი კვირა გექნებათ, წამყვან ენერგიებად და მე ასე ვიტყოდი, რომ ესეთი საინტერესო ენერგია არის ძალიან ზომიერების არკანის ენერგია და პირველ რიგში ასევე თქვენგან მნიშვნელოვანია რომ იყოს ესეთი ემოციურად გაწონასწორებული, დამშვიდებული მდგომარეობა, იმიტომ რომ შვიდ გონებაზე უფრო მეტად კარგად ახერხებს ადამიანი, თქვათ, საკუთარი მოვლენების აღქმას, გადალაგებას და სამომავლო თქვათ პერსპექტივების და გეგმების დასახვას, ხო? ძალიან კარგი პირველი ვარიანტი, ნახოთ კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენების წინაშე დადგებით ამ ერთი კვირის მანძილზე. შვიდიანების პენტაკლები, ოთხიანების კვერთხები, ოთხიანების თასები, კვერთხების რაინდი და პენტაკლების ტუზი და ორიანების თასები. პირველ რიგში გეტყვით, რომ შეიძლება კვირის პირველ ნახევარში ცოტა რაღაცნაირად აი ეს მე-13 არკანიდან წამოყოლილი დაღლილობა, რაღაცა ემოციური დაცილობა, ხო, როდესაც ადამიანი ბევრ ემოციას გაიღებს, ხო, კონკრეტული მოვლენისათა თუ სიტუაციის მიმართ, მერე მას რა თქმა უნდა სჭირდება ენერგიების აღდგენა, ხო, რაღაცნაირად გარშემო თქვენს ირგვლივ ადამიანებიც მდგომარეობებით შეეცდებიან, რომ ამ ყველაფერში მოგცენ мотиваცია, მოგცენ ენერგია, მოგცენ ესე იგი უკაცრავად მეგობრებო, გავაგრძელებ, ახმაურდნენ ჩემი 4 ხა მეგობრები. და ნახეთ, თქვენს ირგვლივ ადამიანები, მოვლენები და გარემოებები ისე დაალაგდება, რომ იგრძნობთ აი ამ მხარდაჭერას, იგრძნობთ იმას, რომ ადამიანებისათვის სულ ერთი არ ხართ, ხო, როგორც იტყვიან, და აუცილებლად იგრძნობთ ახალი, ძალიან ძლიერი, მამოტივირებელი ენერგიებით შევსებას, იმიტომ რომ კვერთხების მეფე და პენტაკლების კვერთხების რაინდი და პენტაკლების ტუზი ამბობს იმას, რომ აი ამ თქვენი ახალი შემართებით, აი ამ თქვენი ახალი ენერგიებით, ხო, რომლითაც აივსებით აუცილებლად ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ მოვლენები თავისთავად ბუნებრივად ძალიან კარგად დაალაგდება, აჩვენებს იმას, რომ ეს გახსნის ახალ შანსებს თქვენს რეალობაში, პირველ რიგში იმას, რომ იგრძნოთ თავი სრულფასოვან ადამიანად, იგრძნოთ თავი ბედნიერ ადამიანად, იგრძნოთ თავი წარმატებულ ადამიანად, იგრძნოთ თავი თვითკმარ ადამიანად და ასევე ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის რაღაცა ურთიერთობების გადახალისების პერიოდი, თუნდაც იგივე საყვარელ ადამიანთან, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ აი ეს საპორტი, მხარდაჭერა, ხელის ჩაკიდება, ხო, როდესაც იგრძნობთ, რომ გარემოებები და ადამიანები ნამდვილად თქვენს გვერდით არიან, ეს თქვენთვის იქნება ნამდვილად ძალიან ძლიერი мотиваციისა და ძალიან ძლიერი დადებითი ენერგიის, ესე ვთქვათ, კატალიზატორი გახდებით ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იგრძნოთ საყვარელი ადამიანებისგან, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, თუ უბრალოდ საყვარელი ადამიანისაგან, აი ეს მხარდაჭერა, რაც პერიოდულად თითქოს რაღაცა კვირის დასაწყისში მაინც იქნება ეს ემოციური ჩავარდნები, მაგრამ მე მომწონს ის, რომ მალევე ამოხვალთ აი ამ ყველაფრიდან და მე ასე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად სხვა შემართებით და სხვა ენერგიებით შეუდგებით
საკუთარ ცხოვრებას, ხო, თითქოს ახალი, როგორც იტყვიან, მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ და ეს ნამდვილად ძალიან კარგია და რაც ყველაზე მეტად მომეწონა, თქვენს ირგვლივ იგრძნობთ აი ამ მეგობრობას, მხარდაჭერას, ჩართულობას და იგრძნობთ, რომ თქვენ სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. აი ასეთი პირველი ძალიან კარგი ვარიანტია. თუ კი მაგალითად რთული პერიოდი გქონდათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ჩანს რომ დიდი ალბათობით იყო ეს რთული პერიოდი, ეს რთული პერიოდი რაღაცნაირად უკან მორჩება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას, მხარდაჭერას იგრძნობთ ადამიანებისგან, ინფორმაციებს გაცვლით და ვფიქრობ, რომ თქვენთვის ძალიან ბევრ საინტერესო და კარგ რამეს აღმოაჩენთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუნდაც იგივე საკუთარ თავში. ძალიან დიდი მადლობა და გადავედით ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, ვინც აირჩია მთის ბროლი, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის წამყვანი ენერგია, რომელი იქნება თქვენ შემთხვევაში. და ულამაზესი კვერთხების პაჟი ამოვიდა. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ორივე ვარიანტში იგრძნობა მოტივაცია, იგრძნობა ახალი ენერგიის გამონთავისუფლება და მე მომწონს ის, რომ კვირის დასაწყისში თქვენ ნამდვილად იგრძნობთ ისეთ ენერგიას, როდესაც გაგიჩნდება ცურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი შეიმეცნოთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ, ეს შეიძლება იყოს ინტერესის ახალი ობიექტი, ან ინტერესის ახალი მიმართულება, რაშიც გინდათ რომ აი ეს ახალი ცეცხლი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ძალიან უფრო მეტად ააგიზგიზოთ და უფრო მეტად, ესე იგი, პატარა ცეცხლიდან დიდ კოცონად გადააქციოთ და მე ასე ვიტყოდი, რომ ენერგიის საკმაოდ ისეთი მოზღვავების ქვეშ ნამდვილად იქნებით, ხო, როდესაც გინდათ რომ ცოტა ჩვეული, ვთქვათ, მშვიდი წყნარი ბიორითმიდან გამოხვიდეთ და უფრო მეტად აქტიური იყოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. უფრო მეტად აქტიური იყოთ, შეიმეცნოთ, შეისწავლოთ, შეიგრძნოთ. კარგი კვირის დასაწყისი არის ნამდვილად და მოდით ახლა კიდევ გავაგრძელოთ და ვნახოთ მნიშვნელოვანი მოვლენები რა გელოდებათ ამ ერთი კვირის მანძილზე მეორე ვარიანტი. არკანის სულელი. ხმლების პაჟი. შვიდიანების ხმლები. სამიანების პენტაკლები და ექვსიანების პენტაკლები. აი ხომ თქვი აქ რაღაცა ახალი გზა იგრძნობა, ანუ ნულოვანი არკანი ნიშნავს იმას, რომ ეს შეიძლება ყველას არ ეხება, მაგრამ რაღაცა გამგზავრებას, ადგილმდებარეობის შეცვლას, მივლინებას ნიშნავდეს, ხო? ანუ ოდესაც ადამიანი რაღაცა ახალ გზაზე დგება ცხოვრების, ხო? არ არის აუცილებლად ეს იყოს მხოლოდ პირდაპირ, ვთქვათ, ადგილმდებარეობის შეცვლის ინფორმაცია. მაგრამ მომწონს ის, რომ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ შეიმეცნოთ არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, არამედ ინფორმაციულად. ორი პაჟი ამოვიდა. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ყურადღება, თქვენი ენერგია იქნება მომართული საკუთარი თავისკენ, განვითარებისკენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ყურადღებით იქნებით ადამიანებთან, დააკვირდებით მათ საქციელებს და დამოკიდებულებას თქვენს ირგვლივ და ყველას ისე მოექცევით, როგორც ისინი ამას თქვენგან იმსახურებენ. ასევე მომწონს ის, რომ სამიანების პენტაკლები და კვერთხების ექვსიანი აჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია არ იყოს ძალიან დიდი და გრანდიოზული რაღაცა, ვთქვათ, ესეთი გამარჯვება, ხო, მოდი ასე ვთქვათ, ან წარმატება, მაგრამ მე მომწონს ის, რომ აი ამ თქვენი დამოკიდებულებით, აი ამ თქვენი სიახლეებისკენ სწრაფვით, თქვენ ერთ პატარა აგურს კიდევ შემატებთ თქვენს თვითშემეცნებას, განვითარებას, თქვენს პირად საქმიანობას, იგივე პენტაკლების სამიანები, შესაძლებელი აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, საქმიანი და განვითარების პროცესს აჩვენებს, რა თქმა უნდა, და ექვსიანების კვერთხები ეს არის ის მომენტი, როდესაც
იგრძნობთ, რომ თქვენ ნამდვილად მიაღწიეთ ძალიან დიდ და გრანდიოზულს თუ არა შესაგრძნობ წარმატებას, სადაც ნამდვილად დაიმსახურებთ გარშემომყოფებისგან და პირველ რიგში საკუთარი თავისგან შექებას, ხო, როდესაც კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით და როდესაც იგრძნობთ და იტყვით და გააკეთებთ საკუთარ თავთან ესეთ აქცენტს, რომ მე ეს შევძელი, მე ჩავდე ამაში ენერგია, მე ვიბრძოლე, მე გავაკეთე, მე შევიმეცნე, მე ვიაქტიურე და შედეგიც არ აყოვნებს, ხვდებით ხო? ამიტომ მე მომწონს ძალიან თქვენი შემართება, თუ კი ნამდვილად რაღაცა ახლისკენ მიემართებით, ერთი წამით არ დაიზაროთ, არ დაიხიოთ უკან, ყველას მოეკეცით ისე, როგორც იმსახურებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ანუ თუ კი იყავით ადამიანებისთვის სარკე, თუ კი გრძნობთ, რომ ადამიანი გულწრფელად არის თქვენს მიმართ დამოკიდებული, თუმცა ამის გამორჩევაც ერთი შეხედვით ყოველთვის მარტივი არ არის, ყოველ შემთხვევაში ეცადეთ, რომ ძირითადი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოველთვის გქონდეთ თქვენთან ახლოს. არასოდეს არ უთხრათ ადამიანს თქვენ შესახებ ისეთი რამ, რაც შეიძლება მერე თუნდაც მერე თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ხო, ყოველთვის დაიტოვეთ რაღაცა საკრალური და მნიშვნელოვანი თქვენთვის, თქვენ სულში და ნუ გამოიტანთ თქვათ საჯაროდ. აი ეს საჯაროდ რა, ნუ თქვენთვის დაიტოვეთ თქვენი თუნდაც გეგმები, მნიშვნელოვანი მომენტები, არ არის საჭირო რომ იცოდეს ყველამ, იმიტომ რომ ალბათ დაფიქსირებული გაქვთ, რომ მერე ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ფუჭდება ხოლმე, ხო? მოეკეცით ადამიანებს როგორც სარკეებს, ხო? როგორც სარკე, გაძლევთ ადამიანი დადებით ემოციას, უპასუხეთ დადებითი ემოციით, არ გაძლევთ ადამიანი დადებით ემოციას, გაიგნორებთ, უპასუხეთ იგნორით, ხო? ანუ ეცადეთ რომ უფრო მეტად მთელი თქვენი აქცენტები დასვათ თქვენს განვითარებაზე, პროფესიულ მხარეზე, ფინანსებზე და მე როგორც გითხარით, მაჩვენებს რომ მიგხსენების კვერთხები და თასების ტუზი ამოვიდა. ეს არის რაღაცა სურვილი სასრულება, სიხარული, წარმატება და მომენტი, როდესაც ადამიანი ეტყვის საკუთარ თავს, რომ მე ეს შევძელი და მე ჩემი სურვილი ავისრულე. ამიტომ ის ახალი გზა, რისკენაც თქვენ მიდიხართ, არის აბსოლუტურად თქვენთვის გაკაფული, როგორც იტყვიან, უბრალოდ აი ამ პატარ-პატარა პროვოკაციებს თუ სწორად გაუძლებთ და სწორ ადეკვატურ რეაქციას მისცემთ, აქ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მომწონს ორივე არკანის ენერგია, საკმაოდ პროდუქტიულია, საკმაოდ საინტერესოა, მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. თქვენთან იყო ნინო, ძალიან დიდი სიყვარულით და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და მოისმინეთ და გაიზიარეთ კვირის არკანის ენერგია. შეხვედრამდე.